შეხედე ეს არის ღმერთი, უმაღლესი ცნობიერება, აბსოლუტი, არ ვიცი ვინ რა სახელს ეძახით, მაგრამ მიხვდით ხო რაც არის. ეს ვართ ჩვენ, მთელი კაცობრიობა. მე შენ, არ ვიცი, ვისაც იცნობ ნებისმიერი ადამიანი, მთელი კაცობრიობა, 8 მილიარდი ადამიანი. შენ ბავშვობიდან იზრდებოდი მთელი ცხოვრება იმ დაჯერებით, რომ შენ ხარ სხვა, მე სხვა ადამიანი ვარ და აი ეს დაყოფა და ეს დუალობა ყოველთვის ქმნიდა პრობლემებს ცხოვრებაში, კონფლიქტებს, ომებს, რასიზმს, შურს, ბოღმას. ხვდები საიდან მოდიოდა ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ჩვენ გაიგივებული ვიყავით ჩვენს სხეულთან, ჩვენს ფიქრებთან, ჩვენს იდეოლოგიებთან, ჩვენს რელიგიებთან. არა, ჩემი რელიგია მართალია, ჩემი ღმერთი მართალია, შენი მტყუანია, შენ არასწორი ხარ, მე სწორი ვარ. ეს მოვიშოროთ, ეს გადავწიოთ, ეს გადმოვწიოთ, ამას სეირი უჩვენოთ, იმას საქმე გაურჩიოთ. ეს ყველაფერი იბადება იმის გამო და იქიდან, რომ შენ დაგავიწყდა შენი არსი. თუ ვინ ხარ არსით, შეხედე სხივებს დააკვირდი. თუ ერიგებ, წარმოიდგინე, რომ ეს არის ოკეანი. ღვთიური ცნობიერება, ღმერთი, აბსოლუტი, ეს არის დიდი ოკეანი. ხოლო ჩვენ ვართ სხვადასხვა ფორმის ტალღები. შეხედე, ტალღა ზოგი გრძელია, ზოგი მოკლეა, ზოგი ძლიერად ეჯახება, ზოგი სუსტია. მაგრამ ეს ტალღები არის მრავალფეროვანი, ისევე როგორც ჩვენ. ზოგი მაღლები ვართ, ზოგი დაბლები, ზოგი თეთრკანიანი, ზოგი შავკანიანი, ზოგი ინდოელი, ზოგი ქართველი, ზოგი რუსი, ზოგი ინგლისელი, სკანდინავიელი. ეს დაყოფა, ეს არის ფორმები. ეს ყველაფერი არის გარედან მოტანილი ცნებებია, ხვდები? არსით შენ ხარ ეს სუფთა ცნობიერება. დააკვირდი, როცა თავში ფიქრები მოგდის, ვინ ამჩნევს ამ ფიქრებს? შენ ხო ფიქრი არა ხარ, ფიქრი შემოვიდა. მაგრამ ვიღაცამ შენში შეამჩნია ეს ფიქრი, ხო? აი ეხლავე დატესტი. რამე გაიფიქრე. ვინ ისმენს ამას? ვინ აცნობიერებს ამ ფიქრს? ის დამკვირვებელი, ის სუფთა ცნობიერება, რომელსაც ნახე არ სჭირდება არაფერი, არც ცხონება, არც გადარჩენა, არც სამოთხი, არც ჯოჯოხეთი. მას არც ეროვნება არ აქვს. მას არ გააჩნია კანის ფერი, მას არ გააჩნია იდეოლოგიები, რელიგიები, რწმენები. ეს ყველაფერი არის ილუზია. ეს დაყოფა არის დიდი პრობლემა და ილუზია. შენ როგორც არსი ცნობიერს, არაფერი გჭირდება, იმიტომ რომ უკვე ნეტარი ხარ, უკვე სრულკმარი ხარ, თავად სიყვარული ხარ, თავად ღვთიური ცნობიერება ხარ, უბრალოდ შენ ეს დაგავიწყდა, შენ ეს ვერ გააცნობიერე ჯერ კიდევ. და აქედან იბადება ყველა შენი ცხოვრებისეული პრობლემები. როგორც კი ამას აცნობიერებ, შენ არ გჭირდება ბევრი მედიტაციები, ლოცვები, რაღაცებზე მიკედლება, ავტორიტეტები იმას მოусმინო, იმის აზრი გავითვალისწინო, არა, შენ გჭირდება უბრალოდ ამის გაცნობიერება. ამის გაცნობიერება ავტომატურად ნიშნავს, რომ შენ უკვე ის ადამიანი არ ხარ, ვინც იყავი ავტომატურ რეჟიმზე. მიხვდით რისი თქმა მინდა? მამარდაშვილი არ ცდებოდა ჩვენი უდიდესი მოაზროვნე, როდესაც ამბობდა, რომ ცნობიერება მხოლობით რიცხვია. მე ვარ შენ, შენ ხარ მე. ეს უბრალო სიტყვები არ არის. ქრისტიანობა, გიყვარდეს მტერი შენი, გიყვარდეს მოყვასი ვითარცა თავი შენი. ზუსტად იგივეა, უბრალოდ შეგიძლია შენ ამ ხედვით გახვიდე მაგ გაგებაზე, იმიტომ რომ თავად ქრისტიანები ვერ ხვდებიან თუ ეს სიტყვები რას ნიშნავდა. დატო ამასი რა არის? მე ვარ შენ, ხო? თითქმის ყველაფრის საფუძველი ეს არის, უბრალოდ ჩვენ ადამიანები განსხვავდებით აზროვნებით, გონებით, კანის ფერით, ყველაფრით განსხვავდებით. ჩვენი ფსიქოლოგია გვაქვს, ჩვენი მიდრეკილებები გვაქვს, ხვდები? ეგოს ხუშტურებზე დავრბივართ. იმდენი რამეა ეგოს მოტანილი, რომ ვერც კი აცნობიერებ. მთელი შენი ცხოვრება შეიძლება ავტოპილოტზე ცხოვრობდი და ცხოვრობ. და ის იდეაც, რომ შენ სიკვდილის გეშინია და სამოთხე და ჯოჯოხეთის იდეაზე ხარ ესე კონცენტრირებული და იქ გინდა მოხვდე და ცხონება დაიმსახურო, ესეც ეგოს ხუშტურია, დაუცველობის სინდრომი გაქვს. ეგოს სულ რაღაცა სრულკმარობის დანაკლისია, ყოველთვის მცირედია, ყოველთვის მეტი უნდა, თუნდაც ფულით, თუნდაც დიდებით. ეს ეგოს მოთხოვნილებებია და არა შენი არსი ცნობიერება. შეხედე, ჩვენში ყველაში ეს სხივი, ეს სუფთა ცნობიერება, რომელიც სრულკმარი და ნეტარია, ეს უნდა გააცნობიერო. აი, როცა ამას აცნობიერებ, უკვე აღარც ომი ხდება. ყველა შემთხვევაში დასრულებულია ომი, იმიტომ რომ ფიზიკურად აღარ აკეთებ ბოროტს. შენ უკვე კეთილს ქმნი, იმიტომ რომ არსით ნეტარი და სიყვარული ხარ თავად. შენ როგორ შეიძლება ცუდი იქნა? შენ როგორ შეიძლება ვინმეს ავნო? იქ
რჩება რასიზმიც, იქ რჩება დაძაბულობა, გაუგებრობა. ამიტომ გააცნობიერე ეს. ხელახლა უყურე ამ ვიდეოს და დაფიქრდი კარგად. ასევე თუ შენ ხარ Twitch შემეცნებით დაკავებული ადამიანი, აცნობიერებ მინიმალურ დონეზე მაინც რაზე ვსაუბრობ და გსურს იმ მოაზროვნეთა წრეში იყო, რომლებიც ერთმანეთს მხოლოდ სიყვარულს და დადებით აურას უზიარებენ. შეგიძლია გაწევრიანდეთ ჩვენს Telegram ჯგუფში, მომწერო ან დაწერო კომენტარებში პლუსი, არის სრულიად უფასო და შეგიძლიათ გაცვალოთ აზრები, შეგიძლიათ გასცეთ პოზიტივი და ძალიან ბევრი საჭირო ინფორმაცია მიიღოთ, რასაც ამ ვიდეოში მე ვერ ჩავატევ. ამიტომ დამიწერე კომენტარებში პლუსი ან მომწერე პირადში და გაგაწევრიანებ Telegram ჯგუფში. ეს არ არის სექტა, ეს არ არის რელიგია, შენ ხარ სუფთა ცნობიერება. აზროვნება არის ერთადერთი რამ, რაც გაგაჩნია და Twitch შემეცნება არის ყველაზე მთავარი მიზანი იმისა, რომ გახვიდე გასნობიერებაზე და უკვე ნეტარი, რომელიც ხარ, იყო და ამ ყოფნაში შენ სხვა არაფერი არ გჭირდება. აბა დროებით.